მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 4-10 მაისის შვალეთში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. რაც გვიქადიან ვარსკვლავები როგორია მათი კეთილგანწყობა თითოეულ ჩვენთაგანისადმი ამაზე ვისაუბრებთ სწორედ ჩვენს ამ გამოშვებაში და პირველ რიგში ავუშვათ რომ დედამიწა უარყოფითად რგოველშია. ეს კი ნიშნავს იმას რომ ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება გმართვებს ყველასა და ყველაფრის მიმართ. რატო? როცა დედამიწა უარყოფითად რგოველშია მოდის უარყოფითი კოსმოსური ენერგია, მზეზე აფეთქებები, მზის ქარიშხლები ეგრეთ წოდებული ასევე მატულობენ და ეს კი ნიშნავს იმას რომ ყოველთვის ასეთ დროს ემოციური ფონი ადამიანისას ზედმეტად გამახვილებული. ეს კი უფრო მეტად ქმნის კონფლიქტებს, გაუგებრობებს, უსიავნებებს. ამასთან ერთად რთულდება იდეების რეალიზაცია. ჯანმრთელობა სჭირდება უფრო მეტი ყურადღება, თავდაჭერაა საჭირო ურთიერთობებში, საქმეებში და ასე შემდგომ, რათა ამ ნეგატიურმა მოვლენებმა ცისკაბადონზე არ გამოიწვიონ გარკვეული კონფლიქტები, გაუგებრობები, უსიავნებები, ტრავმულოვარული ტენდენციები, რომელთა ალბათობა აუცილებლობა არა, მაგრამ ალბათობა მატულობს ყოველთვის ესეთ პერიოდებში და ეს ითხოვს თითოეულ ჩვენთაგანისგან ცოტა მეტ სიფრთხილეს, ცოტა შეიძლება მეტ დასვანებას, ცოტა მეტ წინდახედულობას მოქმედებისას ან სიტყვიერი გამოთქმებისას აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და შემდეგი უკვე კვირა ამ მხრივ იქნება გაცილებით უფრო უკეთესი. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს თითოეულ განსწრას უკვე ეს გარკვეულ დახს დაასვავს ეს მოვლენა. აი დავიწყოთ მაგალითად ვერძის ზოდიაქოს ნიშნით. ვერძთა ენერგოტონუსი აშკარად მცირდება ამ პერიოდში, ამიტომ ეს ნიშანი უფრო ადვილად იღლება, ფსიქოემოციურად უფრო არასტაბილური ხდება და აქედან გამომდინარე შეცდომების, კონფლიქტების, ცუნებების ტენდენციები მატულობს. და უნიშნოთ მოდით ისიც რომ ეს ის პერიოდია, როდესაც უფრო მშვიდ სკოროსულ რიტმზე უნდა გადახვიდეთ. ანუ თქვენი მოქმედებები უფრო კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, გააზრებული, წინდახედული და ასე შემდგომ. ამიტომ არასტაბილური ბიოსფეროს მდგომარეობა ცოტა მეტად ქმნის ფაციფუს თქვენს მოქმედებაში, სულსწრაფობას, რაც არ უნდა დაუშვათ. თქვენ გინდათ აქ მეახცოთ იმას, რაც პრინციპში შეუძლებელია და აქედან გამომდინარე, ამიტომ დაიწყებთ ესეთ პროექტებს, დაიწყებთ სხვილ პროექტებში ჩართვას, რომელიც რეალურად აქ ვერ შესრულდება, იქნება უამრავი წინაღობები და პრობლემები. და აქედან გამომდინარე ურთიერთობების ითხოვენ ყურადღებას, აქ თავდაჭერა მოთმინება მეტია საჭირო, შეიძლება ადრეული საქმეებიდან მიიღოთ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, ან თქვენი ბიზნესი ამ შემთხვევაში ფინანსურად შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი, მაგრამ სად მიდის მიღებული ფული? ეს არის უმთავრესი. თუ თქვენ უყარათ მხარჯველი ხართ, აქ არასოდეს გასავალი გექნებათ მეტი შემოსავალს დაუნდობთ პრობლემებში შექმნის თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ინვესტიციებს მოვერიდოთ. ასევე კაპიტალ დაბადებები არ იქნება სასურველი. შემდეგი კვირა ამ კუთხით გაცილებით უკეთესია ვიდრე ეს კვირა. ამიტომ ამ მხრივ მოვერიდოთ ამ კვირაში თუ ახლა რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. ოს კარგია თქვენთვის 8 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 მაისის დღე და ეს რიცხვები. დანარჩენი დღეები წარმატების კუთხით საშუალო. რაც შეეხება ახლა უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კუროებო უპირველეს სკოლისა მოდით აღვნიშნოთ რომ შანსი წარმატებისა თქვენ გაქვთ ყველაზე მაღალი. გვინდა არ გვინდა, მაინც მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ეს კუროს აძლევს ყველაზე მაღალ შანსებს წარმატების მიღწევისა ყველგან და ყოველდღე. ერთი ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, საინტერესო პერიოდია, დასამახსოვრებელიც კი ზოგიერთ თქვენთაგანისთვის. რადგან კურო აქ უფრო ენერგიული, ამიტომ კომუნიკაბილობაც მაღალი აქვს. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ძველმა რაღაც დაუსრულებელმა საქმეებმა ამავდროულად ხელი შეუშალონ თქვენს განვითარებას, იმიტომ რომ მაინც ხალხში დინებები გვაქვს, დედამიწა უარყოფითად რგოველშია და ეს არ უნდა დაგვაქვს. არა ეს გამორიცხული შეიძლება გარკვეულ დაძაბულობას იწვევდეს ეს პერიოდი მაგალითად ახლობლებთან, ნათესავებთან მიმართებაში. ასევე აღვნიშნოთ რომ ჭორები, ინტრიგები თქვენ ზურს უკან შეიძლება ასევე თვალშისაცემი იყოს, მეზობლებთანაც კი შეიძლება სიტუაციები დაიძაბოს. აი ამ თვალსაზრისით იყავით ყურადღებით, ცოტა მეტი თავდაჭერა, წინდახედულობა გამართებთ ურთიერთობებში, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი უდავოდ თქვენთვის ყველაზე კარგია ზოდიაქოს ნიშნებს თუ შევადარებთ. და ეს ხალხშედინებები აუცილებლად გაითვალისწინეთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 12-16 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა ამავდროულად პერიოდი, რომელიც უკავშირდება 14 მაისს. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს, რთული პერიოდია თქვენ ახლა დაავადების წინა
პერიოდს გადიხართ, როდესაც ერგოტონუსი გაქვთ ყველაზე დაბალი. ჯანმრთელობა არ ამდგრადებს, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს. ამიტომ, მოდი ეს ვთქვათ, გარკვეული ენერგოველების შეცვლა ხდება თქვენს ორგანიზმში, ეს თქვენს ფსიქიკაზეც ახდენს და გავლენას, ამიტომ მეტად დაისვენეთ. აქ ნუ გადაიღლებით, არ გინდათ არავითარი სარისკო, გრანდიოზული მოქმედებები, პროექტები და ასე შემდგომ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, ენოსკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, იმიტომ რომ ფარუმტრებს არ ძინავთ, მოშურნეები აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, ესეც გახდულდეთ, წევრების ინტრიგების ხوارფლი რო არ გახდეთ. აკონტროლეთ მაინც რა ხდება თქვენ ზურგს უკან და მოდი ეს ვთქვათ, დრო და დრო დაბნეულობა იჩენს თავს თქვენში. უყაეროთ ფულის ხარჯვის ტენდენცია რასაკვირველია სირთულეების შექმნის მხოლოდ. შეიძლება ხა აქ თქვენს მეგობრებსაც დაჭირდეს დაარკვეული თანხები, ნაცვლებსაც დაჭირდეთ და აქედან გამომდინარე თქვენი პრობლემები შეიძლება გადაწყვეტის გარეშე დარჩეს და ასე აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი არ როდესაც უმჯობესია. თუ გაქვთ ამ საშუალება, რასაკვირველია, ძველი საქმე დაასრულეთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი ახალი სარისკო აქ არ დაიწყოთ. ეცადეთ ცოტა მეტად გამოიძინოთ და ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. რათა შესაბამისად არ დაუშვათ გადაღლილ ფონზე. ყველას კარგია თქვენთვის 13-17 მაისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 11-15 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აღვნიშნოთ, რომ აქ ენერგოტონუსს არ უჩივით. ჯანზე ხართ, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, შეუპოვრობა, ინტუიცია, სათანადო დონეზე, ამიტომ ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ გაცილებით სწორი არჩევანი გააკეთოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათ, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფითი გუველშია, რასაკვირველია პრობლემების ტენდენციაც არის, მაგათად გაუგებრობები შეიძლება წარმოექმნას ირგვლივ ადამიანებთან მიმართებაში, ასევე შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი აიღოთ რისი გაკეთებაში შემდეგ შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ სხვა სახუებს საკუთარ ნებასურველს, რაც ზოგჯერ გამოიწვევს მათი მხრიდან გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაძაბულობას და ცოტა სუბიექტური ხდებით ამათ თუ იმ აღქმის დროს მოვლენებისა და სიტუაციებისა. ამასთან ერთად მოდით ავუშვოთ, რომ ეს შეგიძლიათ ხელს სწორად შეფასებაში სიტუაციებისა, მოვლენებისა და თქვენ გექნებათ შესაბამისად თავისებური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება სამართლიანობისადმი, რასაც ყველა არ დაეთანხმება. აი მოვლენება შეიძლება რასაკვირველია გარკვეული დაძაბულობები გამოიწვევს, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი კარგია მეგობრული კონტაქტებისთვის. ეს პერიოდი კარგია რეფორმებისა და სიახლეებისათვის, რაც ახალი მეთოდოლოგია შეიძლება დაენერგოს, ახალი ვარცხნილობა შეიძლება გქონდეთ, ახლებურად იმოქმედოთ, სპონტანური იმპროვიზაციის დროა, ინტერნეტთან კავშირის არავის ცუდი თუ ინფორმაციას გადაამოწმეთ და ესე ადვილად უცებ არ ემდობით მას. ყველას კარგია თქვენთვის 12 და 16 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 14 მაისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ ტრაუმატული ტენდენციებიც იჩენს თავს, ამიტომ ცოტა ფრთხილად. ესე იგი, გაითვალისწინეთ, რომ აქ კონფლიქტებში არ უნდა შეხვიდეთ ეს პირველ რიგში და იქნებით ზედმეტად სულსწრაფი, მოუთმენელი. აქ პირიქით ფრთხილად და წინდახედულად უნდა ემოქმედოთ. ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები თქვენ საწინააღმდეგოდ და არა, ასე ვთქვათ, კეთილსურველები, რასაკვირველია უფრო მეტად გააქტიურდებიან. ამიტომ კონფლიქტების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. კრიტიკა, პრეტენზიები, როგორც თქვენი მხრიდან მათდამი, ასევე მათი მხრიდან თქვენდამი მოიმატებენ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის შენარჩუნება აქ სტაბილურობის სექტორში შემდეგ კვირაში უფრო უკეთესი იქნება და ვეცადოთ, რომ აქ დავიცვათ ნორმალური ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, იმიტომ რომ ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული თქვენი პროფესიონალური კარიერული მდგრადობა. ყველას კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 12-16 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ქალწული ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, აქტიური ენერგიული პერიოდია, როიტყვიან ეს ნიშანი ჯანზეა, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ყველაფერი სათანადო დონეზეა, რაც ხელუწყობს მეტად თქვენს წარმატებებს, მაგრამ რადგან დედამიწა ორგულშია და წყალქვეშა დინებები გვაქვს, ესე იგი ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო. მეგობრებთან ახალი ნაცნობობაც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქ არ მოხდეთ ისეთ ეს ახალგაზრდა თაობას ეხება განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, რომელიც მერე ნეგატიურ ტენდენციებს გამოავლენს თქვენ ცხოვრებაში. ამასთან ერთად თქვენი მოთხოვნათა ნუსხა ირგვლივ ყოფ ადამიანების მიმართ რადიკალურად მატულობს, რაც იწვევს საპასუხო რეაქციებს და კონფლიქტებს, აღიზიანებს სხვებს.
და ამიტომ ეს დაძაბულობას ქმნის ამ ურთიერთობებში. ამიტომ ნუ იქნები ზედმეტად პირდაპირი, კრიტიკული, მეწვრილმანე, ზედმეტად მომთხოვნის სხვათა მიმართ, რათა ეს არ გახდეს კონფლიქტების საბაბი. მთლიანობაში პერიოდი კარგია მგზავრობა, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში მოგზაურობისათვის და შთაბეჭდილებების მისაღებად, თუ თქვენი ტრანსპორტით მიდიხართ, მაშინ ტრანსპორტი უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული და საერთოდ მგზავრობა მოგზაურობის დროს კარგად აკონტროლეთ თქვენი საბუთები, გასაღებები და ასე შემდგომ, რათა ამასთან დაკავშირებითაც გარკვეულმა სირთულეებმა არ ეჩინონ თავი. Ყველას კარგია თქვენთვის 11-15 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 13-17 მაისის დღეები და შეიძლება ამისათ ეს რიცხვებიც. სასწორი ზოდიაქოს რაც შეეხება პირობებში ენერგოტონუსი შედარებით მცირდება, ამიტომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, შინაგანად მოდი აღვნიშნოთ, რომ უფრო მოუსვენარი შეიძლება აღვნიშნოთ, ნევროზულმა მოუსვენრობამ შეიძლება ეჩინოს თავი. ასევე თქვენი პრეტენზიულობა სხვათა მიმართ, სხვათა მოთხოვნა თქვენს მიმართ და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით შეიძლება გახდეს მიზეზი კონფლიქტების, არასტაბილური ურთიერთობების, რომელთა ალბათობა აქ მაღალია. ამიტომ შეიძლება მოგვიხდეთ გეგმების შეცვლა. სულ სწრაფობა მატულობს, რის შედეგად არ იქნება კარგად მოფიქრებული თქვენი მოქმედება, ეს შეცდომების დაშვების ფაქტორი გახდება და აბსოლუტურად არაფრის მომცემის საღირლების წინაშე შეიძლება აღვნიშნეთ, რაც ასევე გამოიწვევს უკმაყოფილებას ირგვლივ ადამიანებისგან, მათ შორის ახლობლებისგან. ამასთან ერთად ნაუმშრომლობთ ისიც, რომ ეს პერიოდი, როცა შეცდომების დაშვების ალბათობა, არათანმიმდევრული მოქმედების, წინასწარ-განუსაზღვრელი მოქმედების და სიტყვიერი გამოთქმების ტენდენცია მაღალია. ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ცოტა ფრთხილად იყოს საეჭვო ინტიმური კონტაქტების მიმართ, პრობლემა შეიძლება მერე პრობლემების შექმნა თქვენ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ და ამ კუთხით ცოტა ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი. ყველას კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებას, აქ ენერგოტონუს არ უჩივით. პირიქით, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შარმიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, რო იტყვიან. კარგი პერიოდია ურთიერთობების გასაუმჯობესებლად პარტნიორებთან. და სხვათა შორის ეს უფრო ხელში უწყობს თქვენს განვითარებას, წინსვლას, მაგრამ მაინც რადგან დედამიწა ვარყოფთ ველში ამ კვირაში, ცოტა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ერთობლივი მაგალითად თქვენი საქმიანობა, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებთან, საქმიან პარტნიორებთან შეიძლება გადავიდეს ზოგიერთ შემთხვევაში უკმაყოფილებაში. შეიძლება ერთმანეთის მოქმედებით და უშუალოდ სიტყვიერი გამოთქმებით, ასევე შეიძლება ამან გამოიწვიოს კონფლიქტები და კამათი. ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით, ამიტომ რაც მეტად ჰარმონიული გაქვთ პარტნიორული ურთიერთობა, როგორც სახში, ასევე ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, მით მეტად წახვალ წინ და პირიქით. ამიტომ ვიღავით ყურადღებით მათთან მიმართებაში და ეცადეთ, რომ დაიცვათ გარკვეული სამართლიანობა და პარიტეტი მათთან მიმართებაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 11-15 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 13-17 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მშვილდოსნებო ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ პერიოდი ისეთი არ არის 7, შეიძლება ესე ვთქვათ, ჯანმრთელობაც არამდგრადია და ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე ითხოვს თქვენგან ცოტა მეტ ყურადღებას სიფრთხილეს ჯანმრთელობის მიმართ. ნუ გადაიღლებით, გამოაძინეთ ცოტა საკუთარი თავი, ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი, ამიტომ ზოგიერთი გეგმა შეიძლება შეიცვალოს, ან მისი რეალიზაცია გართულდეს. რას მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ იგივე კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს მეტად ხელში უწყობს თქვენს განვითარებას და მათ შორის კარგულ წინსვლას. ყველას კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 12-16 მაისის დღეები და შეიძლება ამისათ ეს რიცხვებიც. თხისკას რაც შეეხება ჯანს, იგი არ უჩივის, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, სხვათა სულიერი განვითარებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. შეიძლება ცხოვრების სულ პრიორიტეტებსაც გადახედოთ, გარკვეულწილად ზოგიერთი გეგმაც და მიზანით შეცვალოთ, მაგრამ რაც შეეხება ამ კვირას, გარკვეული სირთულეები აქ არის, რასაკვირველია, აქ საოჯახო პრობლემები შეიძლება ეჩინონ თავი. ასევე აღვნიშნოთ, რომ რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებს შვილებთან, სასქესო პარტნიორებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას, მაგრამ აქ თუ ურთიერთობა დაიძაბა,
აქ უფრო მეტ სირთულეები გექნებათ ყველგან და ყველაფერში. თუმცა, როგორც ორგანიზატორი, შეგიძლიათ ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები და ამ ხრივ გააზრდიოთ თქვენი ავტორიტეტი. Ყველას კარგია თქვენთვის 11-15 მაისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 13 მაისის დღე და ეს რიცხვიც. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი დაბალია ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ მეტი დრო ყურადღება დაეთმობა საოჯახო საკითხებს, იმიტომ არის გამორიცხული საოფაცქრო პრობლემების წარმოქმნა, რაზეც თავისი ფული უნდა, თავისი დრო უნდა, ენერგია და ასე შემდგომ. და აქვე აღნიშნოთ, რომ აქ ამ პერიოდში ცოტა სიფრთხილეა საჭირო ახლობლებთან მიმართებაში. აქ მემკვიდრეობით საკითხები არ გადაწყვიტოთ, ოჯახის წევრებთან რაღაც კონფლიქტებში არ შეხვიდეთ და ეცადეთ, რომ სხვისი გეგმების გაითვალისწინოთ, სხვათა სურვილების გაითვალისწინოთ, რათა ცოტა ეგოისტურმა თქვენმა მოქმედებამ კონფლიქტები არ წარმოქმნას. ჯანმრთელობასაც ცოტა მეტად გავუხედოთ. ყველას კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიციაც საკმაოდ მაღალ დონეზეა, მასზე დაყრდნობით უფრო სწორად ჩვენს გააკეთებთ, ინტერესი ახალი ადამიანებისადმი, ახალი ცოდნისადმი თქვენში მატულობს, თუმცა მეტი სიფრთხილე გმართებთ განსაკუთრებით ფინანსური ხარჯვის მიმართ. თუ აბსოლუტურად უაზროდ დაიხარჯება ეს ფული, მათ შორის უაზრო გართობებში, სხვა ადამიანთა ინტერესების დაკმაყოფილებაში, ინტერესი აზარტული თამაშებისადმი, მეგობრების, ასევე მოქმედებები თქვენი ფინანსების მიმართ არ იქნება სწორი, ამ კუთხით ვიყოთ ყურადღებით. ფეიკების ალბათობა მაღალი აკონტროლეთ ინფორმაცია, რომელსაც იღებთ, რათა შესაბამის წინაშე არ აღმოჩნდეთ და მოტყუებული არ აღმოჩნდეთ, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი კარგია. მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, სწავლისათვის, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს, გზავრობა მოგზაურობის ხრივაც კი პერიოდი კარგია, თუ კარგად გექნებათ გააზრებული მარშრუტი მგზავრობისა და სათანადო დროს ყურადღებას დაუთმობთ ასევე იმას, თუ სად არის თქვენი ბარგი, სად არის თქვენი ფული, სად არის თქვენი საბუთები და ასე შემდგომ, რომ აქედანაც რაიმე პრობლემები არ იჩინონ თავი. ყველას კარგია თქვენთვის 11-15 მაისის დღეები და არ ვარგათ 13 მაისის დღე და ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.